თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის კისისხევისა და შალაურის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა და მისი მიმდებარე ხევი ნაგავსაყრელად არის ქცეული. Როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათ სოფლებს ნაგვის მანქანა არ ემსახურება და ამიტომ იძულებულნი არიან საყოფაცხოვრებო ნარჩენები ხევში ჩაყარონ. თემით ჩვენი კორესპონდენტი ნათია ნანაშვილი დაინტერესდა, ვნახოთ სიუჟეტი. სოფლების შალაურისა და კისისხევის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ეს მონაკვეთი უკვე წლებია ნაგვით არის დაფარული. აქ ყველაფერს შეხვდებით სამშენებლო ნარჩენებს, ბავშვის პამპერსებს, ძველ ტანსაცმელს და სხვა. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა აღნიშნული პრობლემის მოგვარებას 2015 წელს გეგმავს. პირველ რიგში მინდა თქვა ის, რომ ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ესეთი ნაგავსაყრელები წარმოშობილია სოფლის ტერიტორიაზე რამოდენიმე ადგილას. 2015 წლიდან პირველი რაც უნდა მოხდეს, ეს იქნება ურნების დადგმა და აი ამ ადგილების დასუფთავება. შემდეგ უკვე მოხდება რაიონის მასშტაბით, უკვე რამდენადაც ვიცი ეს დაგეგმილია და იწყება. რაიონის მასშტაბით მოხდება უპრეცედენტო შემთხვევა ორგანიზებულად გავა სოფლებიდან ნაგავი. აი ამის შემდეგ მოსახლეობისთვის შეგნება თუ არ მივიდა იქამდე რომ ურნაში მიიტანონ და ურნაში ჩააგდონ ნაგავი და დაყრიან ისევ და მოხდება ამ ადგილების ხელახალი დანაგვიანება, იქნება სანქციები. ბუნკერში წაეცლეს და იქ აღარ წაიდგა. ან ბუნკერები უნდა დაიდგას, ან მანქანა უნდა იყოს, როგორც სტადიონი. კისისხევის მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელს ნაგვის მანქანა უკვე დიდი ხანია აღარ ემსახურება, ამიტომაც ისინი იძულებულნი არიან საყოფაცხოვრებო ნარჩენები ახლო მდებარე ხევში ჩაყარონ. ბუნკერები რომ დამონტაჟდება, ყველა იქ ჩაიყრის. აგა იქით გაგვაქვს ხევში და იქ რო არ წავიღოთ, ასე ბუნკერში ჩავყარო კაცო. ნორმალური ადამიანი ყველა მაგას იზავს. იქ ხოცებიან დრო ხა ბევრი მოკვდა ცელოფანები რო შაჭამა. მაშ ბევრი ხოცება მაგრამ. რა თქმა უნდა მოგვარებული იქნება მე ცხოველებისაც და ადამიანებისაც. ნაგვის მანქანა კიდე აიწერა რაცა ვთქვი. ზოგი სამუშაოდ არის, ზოგის და ის გაივლის და ის იმay როცა საშუალება ექნება, გამაიტანს და ჩაიყრის ნაგავ. რო ვიცის რომ შინ უდგა. აი უცხოელები ჩვენ სოფელში ძალიან ბევრი ჩამოდიან. უბრალოდ სირცხვილია. მთელი გზები ნაგვით არის სავსე, მაგრამ სად წაიღოს ხალხმა? თუ კი ბუნკერები იქნება, კაი იქნება. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ 2015 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით გამგეობა დაახლოებით 9 მილიონი ლარის ღირებულების ტექნიკას და აღჭურვილობას შეიძენს. შეძენილი 200 სანაგვე ბუნკერი თელავის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გადანაწილდება. აღნიშნული მომსახურების განსახორციელებლად კი დამატებით 360,000 ლარია გამოყოფილი. ჩვენ გარკვეული რაოდენობის სანაგვე ბუნკერები გვაქვს. იგეგმება მომავალი წლისთვის 200 ერთეული სანაგვე ბუნკერის შეძენა, 2 ერთეული სპეციტექნიკის შეძენა, ეს იქნება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ნაგავსაყრელები დავარქვათ, სადაც არის ლოკალურად დაბინძურებული ტერიტორიები. ამ ტერიტორიებზე მოცულობების შესწავლა ხდება, გაკეთდება ხარჯთაღრიცხვა, შესაბამისად რა თანხის იქნება ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ გვეწოდინება და პარალელურად მოხდება ეტაპობრივად ამ ნაგავსაყრელების დასუფთავებაც. ნაპირელის თქმით, ნაგავსაყრელად ქცეული ხევების დასუფთავება მასშტაბური და რთული საკითხია, რომლის მოგვარებასაც შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს. პირველ ეტაპზე კი შესაბამისი სამსახური ხევების მოცულობა შეისწავლის და ხარჯთაღრიცხვასაც შეადგენს.